მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ მოხვდით ტაროს ხელოვნების გვერდზე. ჩემი სახელია მარია და დღეს გვექნება პატარა პოდკასტი ძალიან საინტერესო თემაზე. სიტუაციებზე, როდესაც თქვენ ფიქრობთ ადამიანებზე. რა ხდება ამ დროს? ან შეიძლება ისინი ფიქრობენ თქვენზე და რა ხდება ამ დროს? ხშირად შემოდის ხოლმე ასეთი შეკითხვები ჩემი მიმართულებით, ადამიანზე რაღაცა ბოლო პერიოდია ვფიქრობ და ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ ის ვფიქრობ ჩემზე, ან ვახსენდები, ან ესეთი მომენტები, სიტუაციები თუ არსებობს. არის თუ არა შეთვის საინტერესო თემა? თუ დაგაინტერესე და გქონია ერთხელ მაინც კითხვის ნიშანი იმაზე, მაშინ როდესაც შენ პიროვნება გახსენდება, ახსენდები თუ არა მასაც. ხანდახან ადამიანებს გგონია, რომ მაინც და მაინც რაიმე კონკრეტული დღესასწაული ან მოვლენა არის აუცილებელი იმისათვის, რომ ადამიანი მოვიკითხოთ, ადამიანი გაგვახსენდეს, ან მოგვინდეს, რომ უბრალოდ დავუკავშირდეთ, რაღაცაზე გავისაუბროთ, მოვუყვეთ, ხო? ან თუნდაც მოგვენატროს. აი, შეიძლება ფიქრობდეთ, რომ რაღაცა დიდი დრო უნდა გავიდეს, ან ცოტა დრო უნდა გავიდეს იმისთვის, რომ ადამიანი მოგენატროთ, ან ფიქრი გქონდეთ იმისი, რომ იმი ხო მონატრება არ შემიძლია. მე ზოგადად არავინ არ მინატრება და მსგავსი ტიპის მოდი ვიტყვეთი, რომ სისულელეები. იმიტომ რომ ყველას გვაქვს ეგეთი მომენტი, რომ ხანდახან ადამიანები გვენატრება ხოლმე, გვახსენდებათ და გვინდება, რომ დავიკონტაქტოთ. მაგრამ ხანდახან არის ეგეთი მომენტი, რომ ეგეთ სიტუაციაში და ეგეთ მომენტში შეიძლება არ გახვიდეთ ადამიანთან კონტაქტზე, ან გადაიფიქროთ, ან გადაგავიწყდეთ, რომ მოიკითხოთ, დაურეკოთ, მიწეროთ და ასე შემდეგ და ჰოი საოცრება, რამოდენიმე დღეში გხვდებათ ეს ადამიანი ქუჩაში, მოულოდნელად გირეკავთ, მოულოდნელად გწერთ და ასე შემდეგ. რა ფენომენთან გვაქვს საქმე? რატო შემხვდა ეს ადამიანი? მე ხო ამ ბოლო დროს ვფიქრობდი მასზე. ზუსტად ამიტომ ჩემო სიხარულო. ზუსტად ამიტომ, როდესაც ჩვენ ადამიანზე ვფიქრობთ, იმ მომენტშივე იმ პიროვნებას, რომელზეც ვფიქრობთ, მომენტალური ტალღებით ვუკავშირდებით და მასაც ვახსენდებით. შეიძლება ჩვენგან განსხვავებით ეს ადამიანი არ შევიდეს ღრმა ფიქრებში და ღრმა დიალოგში საკუთარ თავთან ამ მონატრებაზე, ამ გახსენებაზე, მაგრამ ხდება გარკვეული რეზონანსი და დგება კავშირი ჩვენს შორის. ეს არის ენერგიების დაკავშირება, ვიბრაციების დაკავშირება, რეზონანსი. ანუ ჩემი ფიქრი დაემთხვა შენსას და ჩვენ დავუკავშირდით ერთმანეთს რაღაცა უხილავი ძაფებით. რატო არის ახლა ეს ძალიან ესეთი საინტერესო მოვლენა, ხო? საინტერესო მოვლენაა იმით, რომ ამას ჩემ პირადი გადმოსახედით აქვს როგორც მაგიური შეხედულება, ასევე კოსმოგონიური და ამავდროულად აქვს თვალთახედვა, როგორც რაღაცა ესეთი მეტაფიზიკური, ხო? იმიტომ რომ გვინდა არ გვინდა ჩვენ კვანტური ველებით ერთმანეთთან ვართ დაკავშირებულები და ჩვენ შორის ხდება ეს კომუნიკაცია სხვადასხვა დროის სარტყელში, სხვადასხვა სივრცეში და რაღაც დროს ერთმანეთს ემთხოვით და ასე შემდეგ. მე ვეცდები, რომ ეს აგიხსნათ უფრო ჩემეული გადმოსახედით, მაგიური გადმოსახედით, იმიტომ რომ მე არა ვარ კვანტური ფიზიკის მცოდნე ადამიანი და ამ მიმართულებით მცოდნე ადამიანები ალბათ ამაზე გაგესაუბრებიან. საინტერესო იქნება, მე ვფიქრობ. მაგრამ მე გეტყვით მაგიური თვალთახედვით და ფსიქოლოგიური თვალთახედვით, როგორია ეს მდგომარეობა. თქვენ იცით, ან თუ არ იცით, ჩემი მეორე კი არა და პირველი პროფესია არის ფსიქოლოგია და ფსიქოთერაპია და ეზოთერიკა, რა თქმა უნდა, რითაც ახლა თქვენ მე გამიცანით. რა ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ პიროვნებაზე? ვფიქრობთ იმიტომ, რომ გაგვახსენდა, მაგრამ რა ხდება? იქნებ იმას გავახსენდით და ჩვენ იმიტომ გაგვახსენდა.
ამის ამოხსნა ძალიან რთული იქნება. პირველების ვინ გაგახსენდათ, ამას ნუ ჩაიციებით, ძალიან გთხოვთ. უბრალოდ იცოდეთ, რომ როდესაც ერთი ადამიანი მოგდით გონებაში და გახსენდებათ, ავტომატურად მეორე ადამიანსაც, ასე რომ ვთქვათ, თქვენ გაახსენდებით, ამ უტივტივდებით და ასე შემდეგ და თქვენ შორის შედგება კონკრეტული უხილავი ენერგეტიკული კავშირი. რითაც უკვე დომინაციურ ენერგიაზეა დამოკიდებული, კონტაქტზე პირველი რომელი გავა, ან საერთოდ გავა თუ არა. გააჩნია რა ურთიერთობა გაქვთ ერთმანეთთან, ხო? დაუშვათ კონფლიქტი გქონდათ, დაუშვათ რაღაცა ისეთი გაუგებარი ურთიერთობა არის ერთმანეთთან, შეიძლება არც მოხდეს დაკონტაქტება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აზრობრივ დონეზე რაც არ უნდა გასაკვირი იყოთ თქვენ ერთმანეთის გესმით. რატომ? ჩვენ ვართ მეხუთე განზომილების იმ სიხშირეზე, სადაც ტელეპათიური შეგრძნებები ადამიანებს შორის გაძლიერებულია. გაგიკვირდებათ ალბათ რო გეტყვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ასე ტელეპათიური კავშირი დგება თქვენ შორის და თქვენ იმ მომენტში, რასაც ფიქრობთ და ეუბნებით ამ ადამიანს, მას ეს ისმის ოღონდ არაცნობიერად. შეიძლება ამ ადამიანმა იფიქროს, რომ ეს ფიქრები თავისია, თვითონ მოუვიდა აზრად, მაგრამ იყოს რეალურად თქვენგან დიალოგი მასთან წასული და წამოსული პასუხი მისი მხრიდან. აქ გქონიათ ეგეთი შეგრძნება, რომ აი თითქოს თქვენ ადამიანს რაღაცა უთხარით და მომენტალურად გონებაში პასუხი დაგიბრუნდათ. და თქვენ იფიქრეთ, რომ აი რა კარგი ფანტაზია მაქვს, ნახე, ალბათ ესე მიპასუხებდა, მაგრამ არა მეგობრებო, ესე კი არ გიპასუხებდეთ, არამედ უკვე გიპასუხათ. თუმცა ეს ხდება, რა თქმა უნდა, არაცნობიერად. ეს არ არის მხოლოდ მაგიური პრაქტიკული ნაწილი, არამედ ეს არის ფსიქოლოგიური, რომელსაც საკმაოდ კარგად ხსნის კოგნიტური ფსიქოლოგია, ჩვენს შორის არსებული ვიბრაციები ამ დროს კოგნიტური ფსიქოლოგია ამას ასე ხსნის, ვიბრაციები ემთხვევა ერთმანეთს და იჭერს კავშირს და იცვლება მათ შორის აზრები. გეშტალტ ფსიქოლოგიაშიც როგორც მახსოვს არის ასეთი ახსნა, რომ იმდენად ემპათიური და შეგრძნებადი ხდება ერთი ადამიანი მეორის მიმართ, რომ ვარაუდით ის ამოიცნობს მეორე ადამიანის მდგომარეობას და აზრებს, თუმცა ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდი, ეს არის ინტუიცია და ის ვარაუდი, რასაც ჩვენ ზუსტად ვარაუდს ვეძახით, არის ინტერპრეტაცია, ანუ რამდენად სწორად მოხდა ინტუიციურად მოსული ინფორმაციის ინტერპრეტაცია. გვინდა არ გვინდა ადამიანები ვართ სუბიექტური არსებები, შესაბამისად ჩვენს გონებას ჩვევია რაღაცეების თავისებურად ახსნა და ხანდახან შეიძლება ბუნებრივია სიტუაცია ისე ვერ დავინახოთ, როგორც ეს რეალურად მოწოდებულია და აღქმა იყოს სხვანაირი. რაც რა თქმა უნდა შემდგომ აისახება ჩვენს ინტერპრეტაციაზე. და სწორედ ეს არის ხოლმე მთავარი პრობლემა, რა ინტერპრეტაციას გავუკეთებთ მოსულ ინფორმაციას. ეს სხვათაშორის ვინც პრაქტიკოსები მიყურებთ ტაროლოგიაში, რუნებში, სხვადასხვა რა ქვია, პრაქტიკებში, მაინც შეიძლება ეზოთერიკა არ იყოს, მაგრამ რაიმე ისეთი ტიპის პროფესიული პრაქტიკით იყოთ დაკავებული, სადაც ვარაუდებიდან გამომდინარე, ან მოსული ინფორმაციიდან გამომდინარე, კონკრეტული ინტერპრეტაციის დადება გიწევდეთ. შესაბამისად, თქვენი ინტერპრეტაცია ხშირად გადამწყვეტი ხდება სიტუაციურ საკითხებში, როგორ გადაჭრათ ესა თუ ის პრობლემები. ამიტომ, რაც უფრო კარგად იცი შენ სიმბოლოების ენაზე საუბარი, მოდი ესე ვიტყვი, მით უფრო ზუსტი იქნება შენი ინტერპრეტაცია. რატომ მიყვარს მე პირადად ტარო ასე ძალიან? იმიტომ რომ მე საუბრება სიმბოლოების ენით, რომლის ენაც მე ვთვლი ყოველ შემთხვევაში, რომ საკმაოდ კარგად მისმის, იმიტომ რომ ინტუიციურად მოსული ინფორმაცია ჩემს გონებაში და ჩემს რეალობაში ასეა გააქტიურებული, რომ მოვიდეს როგორც სიმბოლიკა,
და წამოვიდეს შემდგომ ჩემი მხრიდან ინტერპრეტაცია. არათუ ვარაუდი, არამედ უკვე ზუსტი ინტერპრეტაცია. რა თქმა უნდა, ალბათობის თეორიით თუ გავყვებით, არის რა თქმა უნდა იმისა, რომ შეიძლება მე ვცდები, იმიტომ რომ მოხდეს ჩემი მხრიდან დაუშვათ ინტერპრეტაცია ცოტა მეორე მხრიდან დანახული, როცა დაუშვათ შეიძლება ეს გამეკეთებინა ეს ინტერპრეტაცია, ანუ რამოდენიმე ინტერპრეტაციიდან ერთი იყოს გაჟღერებული და არა მასთან დაკავშირებული რომელიმე სხვა. შესაბამისად, ეს დამოკიდებულია იმაზე, იმ მომენტში მე რა სიხშირეზე ვიმყოფები და რომელ ინტერპრეტაციას დაიჭერს ინტუიციურად ჩემი გონება, ვიბრაციული სიხშირით ეს ერთი და მეორე, ჩემი გონება, როგორ მიიღებს ამ ნიშნებას და ინფორმაციას და როგორ ინტერპრეტაციას გაუკეთებს შემდგომ ამ მიღებულ ინფორმაციას. ვიცი, რომ სიტყვებს ახლა ბევრჯერ ვიმეორებ და იმედი რთულად არ ვსაუბრობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ წესით უნდა გამიგოთ, რაზე ვსაუბრობ. შესაბამისად, რატო გავაგრძელე ამდენი საუბარი? როდესაც თქვენ მოგდით გონებაში აზრი სიტყვაზე, ადამიანს ჩემს გონებაში ვუთხარი რაღაცა, ოკეი, გამოჟღერდა აქეთკენაც პასუხი და ეს პასუხი მე ზუსტად გავიგე თუ რამე ინტერპრეტაცია გავუკეთე ამას. ან მაგალითად რაღაცა ორაზროვანი პასუხი წამოვიდა და დავფიქრდი ახლა რა შეიძლება იგულისხმებოდეს ამაში, ანუ მე რა ინტერპრეტაციას ვუკეთებ უკვე ამას. ესეთეთ რომ ესეთ დროს კონკრეტულ დასკვნებს ნუ გამოიტანთ ხოლმე, იმიტომ რომ ხშირად ადამიანების ფიქრები მოქმედებებს არ ემთხვევა. ძალიან ხშირად ხდება ეს და არ გიგონოთ რომ სიტყვაზე რაღაცა არასწორად წაიკითხეთ, ვისი ვარაუდიც რა თქმა უნდა არსებობს რომ შეიძლება არასწორადაც იყოს ეს ინტერპრეტაცია ამოკითხული, მაგრამ მეორეს მხრივ დაუშვათ, შეიძლება ადამიანს ენატრებოდეთ, მაგრამ არ სურდეს თქვენთან კონტაქტი, არ სურდეს თქვენთან ურთიერთობის გაგრძელება, მაგრამ მის გონებაში იყოს ასეთი აზრები, რომ მე ძალიან მენატრება და რა კარგი იქნებოდა დაუშვათ ეხლა ყველაფერი რომ სხვანაირად ყოფილიყო და ეხლა რაღაცა სხვანაირად ყოფილიყავით ერთმანეთთან, ხო? თუმცა ეს არის ვარაუდი, რომ როგორ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო, რის შედეგადაც მე კარგად ვიქნებოდით. თუმცა ფაქტი სხვა არის რა იყო და დღეს რა შედეგია, ხო? და დღეს ამ მიზეზთან პასუხად მინდა თუ არა პიროვნებასთან ურთიერთობა. აი ეს უნდა დაინახოთ. შესაბამისად, ის თუ გონებაში ხდება მინატრება, ეს ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ მე ვაპირებ მასთან ურთიერთობის გაგრძელებას. რაღაცა ესე მარტივად რომ დაინახოთ. ეს უბრალოდ მაგალითის დონეზე. სხვა მხრივ, რა თქმა უნდა, ეს ეხება ენერგეტიკულ ბმებს და ენერგეტიკულ კავშირებს ერთმანეთთან, როდესაც ერთი მეორეზე ფიქრი ხდება და დაუშვათ ეს არ არის მაინც და მაინც ორი მხრიდან გაწყვეტილი კავშირი და არის ერთი მხრიდან მაინც ფიქრი, ენერგეტიკული კავშირი ბოლომდე გაწყვეტილი არ არის. ავტომატურად მეორეს თავის და უნებურად ექმნება იმის განცდა, რომ ამ ადამიანს შეიძლება ბერი ვიწყებს ან ბერი შორებს თავისი გონებიდან, თუმცა მას ეს ძალიან უნდა. მისი მხრიდან შეიძლება ვერ მოხდეს სრული გამიჯვნა, მაგრამ არ ხდებოდეს აზრის გაგრძელება. ანუ გამახსენდა ადამიანი, მაგრამ კარგი გამახსენდა და გავაგრძელე საქმის კეთება. მაგრამ ადამიანი ნახე, გავიხსენი ადამიანი, შევყევი ფიქრებს, იქ რაღაცა დრამა დავიდგი გონებაში, იქ რაღაცა ფიქრებს გავყევი, აი ჰუი, ანუ აქ კავშირი გაწყვეტილი არ არის, მაგრამ ამას უკვე კავშირი გაწყვეტილი აქვს. თუმცა ამას მაინც ახსენდება კონკრეტული ადამიანი, იმიტომ რომ მისი მხრიდან კავშირი გაწყვეტილი არ არის. შესაბამისად, მეორე ადამიანი ამას გრძნობს. იმისათვის, რომ მოხდეს სრულად ორი მხრიდან ენერგიის გაწყვეტა, კავშირის გაწყვეტა, ორივე მხარემ უნდა შეწყვიტოს ერთმანეთზე ფიქრი. ნებისმიერი სახით. მოვიდა პიროვნება გონებაში, აღარ შევყევი აზრებს, გავაგრძელე ყოველდღიურობა. ეს იქნება, ესე რომ ვთქვათ, დაშლა ამ კავშირის, რაც, რა თქმა უნდა, ენერგეტიკულ წყვეტასაც ნიშნავს. ამავდროულად, ყურადღებას გავამახვილებ პრაქტიკაზე, რომელიც ეხება ზუსტად იმას, რომ ორი პიროვნება თუ კი დავუშვათ მიჯაჭვული ერთმანეთზე,
ან ვერ იხსნის, ვერ ახერხებს ამ კონკრეტული ჯაჭვის კავშირის ჩახსნას, არსებობს ასეთი პრაქტიკა, cord cutting, ალბათ გეცოდინებათ, თუ არ იცით, დამიწერეთ კომენტარებში კიდეც თუ არა გასწავლოთ, იმიტომ რომ საკმაოდ მარტივი პრაქტიკაა, მინდა გითხრათ და ეს ისეთი პრაქტიკაა, რომლის გაკეთებასაც დამოუკიდებლად შეძლებთ. თუ კი თქვენ გაქვთ დაუშვათ ცოტაოდენი პრაქტიკა მაინც მაგიაში, თუმცა თუ არ გაქვთ ეს პრაქტიკა და დაუშვათ არ არის თქვენი მოტივი, რომ შეყვეთ ამ პრაქტიკებს, მე გირჩევდით, რომ მაინც თქვენთვის სანდო პრაქტიკოს მიმართოთ ამისთვის. თუ კი დაუშვათ გეშინიათ რიტუალების ჩატარება, ან მაინც იჭვი გაქვთ, რომ არ გამოვა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ შეიძლება ცოტა გაგიჭირდეთ ამ ენერგიებთან შეჭიდება, ხო, იმიტომ რომ თლად ეგეთი მარტივი პრაქტიკაც არ არის, ესე რომ ვთქვათ, ეხლა როგორც ვლაპარაკობ. მარტივი არის, თუმცა პრაქტიკოსისთვის. თუმცა შეიძლება ადამიანს, რომელსაც ამ ყველაფერთან შეხება არ აქვს, გაუჭირდეს ამ პრაქტიკის შესრულება. სხვადასხვა მიზეზის გამო, რომელზეც ეხლა მე ამ ვიდეოში არ შევყვები, იმიტომ რომ არ მინდა რომ თემას ავწდე. და დავუბრუნდეთ ჩვენს საკითხს და შევაჭამოთ. ფიქრობს თუ არა ერთი ადამიანი ჩვენზე, თუ კი ჩვენის რა გვახსენდა. დიახ, იმიტომ რომ ფიზიკურად ცხოვრება არ არსებობს. ოღონდ გაითვალისწინეთ ის ფაქტორი, რომ შეიძლება ეს ადამიანი არ შეყვა ამ ფიქრებს და გააგრძელა თავისი ცხოვრების ჯაჭვი. ასე რომ აი ამის გამიჯვნა ხანდახან ძალიან რთულია, მაგრამ თუ კი თქვენ ასე თუ ისე შეგიძლიათ თქვენი შინაგანი ხმის მოსმენა, ამასაც იგრძნობთ. იგრძნობთ იმის მიხედვით, რამდენად ძლიერია თქვენ შორის აი ეს ენერგეტიკული კავშირი, ანუ მოდით თუ არა საპასუხო იმპულსები, შეგრძნების დონეზე უნდა მიხვდეთ ამას. ან თუ დაუშვათ ვერ იგრძნობთ ამ იმპულსებს და არაფერი არ მოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს თავზე სამუშაო გაქვთ. თქვენს თავზე სამუშაო გაქვთ იმ ნაწილში, რომ ისეთ რაღაცეებზე ფიქრი და სურვილი ზედმეტი გონებრივი ენერგიის ხარჯვა, ზედმეტი დროის ხარჯვა ამაზე ფიქრში, გაკარგინებთ სასიცოცხლო ენერგიას. და შეიძლება ეს გამოვლინდეს მერე სისუსტით, შეიძლება გამოვლინდეს უხასიათობით და რა თქმა უნდა, ხელვით რომ რატო არ, მეკონტაქტება ადამიანი, ან ეხლა ჩემზე ფიქრობს თუ არა და ასე შემდეგ. ან თუნდაც ჩემი განშღერებული ინფორმაცია, რომ ეხლა მე რო ამაზე ვფიქრობ, ხوار შეიძლება რომ ეს ადამიანის ჩემზე ფიქრობდეს, რა კარგია, ეს იგი ბენატრები და ჩემთან უნდა. რა თქმა უნდა, არ უნდა მოხდეს ჩემი საუბრის ამგვარი ინტერპრეტაცია, ამიტომ ეცადეთ, რომ თქვენს შინაგან ხმას მოусმინოთ და იგრძნოთ ეს ენერგია. ეს არის საკუთარ თავზე დაკვირვების პროცესი. თუ დაუშვათ არ გამოგდით საკუთარი თავის მოსმენა ამ კუთხით, შეგიძლიათ დაუშვათ თუ ასეთი მნიშვნელოვანია ეს თქვენთვის გაიაროთ ამაზე ტაროლოგიური დიაგნოსტირება, ან თუ თქვენ თვითონ შლით ტაროს, თქვენ თვითონ გაშალოთ, ან იყენებდეთ რომელიმე სხვა მანტიკურ ინსტრუმენტს შეიძლება, ხო? ან თქვენთვის სანდო პრაქტიკოსი და მას გთხოვოთ ამის გამორკვევა. ეს არის და ეს ჩემო ძვირფასებო, დღეს ამაზე მინდოდა რომ ესაუბრა თქვენთან და იმედი მაქვს საინტერესო გამოვიდა. გამიხარდება თუ კი დამიწერთ, რაზე იქნებოდა თქვენთვის საინტერესო რომ გესაუბროთ და ვეცდები რომ ხშირად ჩაგიწეროთ ხოლმე ასეთი ტიპის ვიდეოები. მე კი დაგემშვიდობებით ჩემი YouTube არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ და დამიკომენტარეთ ესე რომ ვთქვათ მოდი ესე ვიტყვით თქვენი აზრი, თქვენ რას ფიქრობთ ამ კონკრეტული თემის შესახებ, ან ოდესმე ჩაგიტარებიათ თუ არა cord cutting-ის პრაქტიკა, მაგალითად. ძალიან საინტერესო იქნებოდა ხათშორის თქვენი ისტორიების მოსმენა, თქვენი გამოცდილების მოსმენა ამასთან დაკავშირებით. ან თუ გქონიათ ისეთი შემთხვევა, რომ ადამიანზე გაგეფიქრათ და არ ვიცი, უცებ იმ მომენტში ან რამოდენიმე დღის შემდეგ ეს პიროვნება შეგხვდათ და ჰოი საოცრებავ მე ხომ ასე ვფიქრობდი და ეს ადამიანი ახლა შემხვდა. ძალიან საინტერესო იქნებოდა.
გელით კომენტარებში. მე კი დაგემშვიდობებით, დროებით მომავალ შეხვედრამდე.